თხოვოთ გვერდს, რომ ვიყვარდეს მეთი და ვიყვარდეს მოყვასი. და ერთ-ერთი წმინდა მამა დოროთი ამბობს ესეც იფერს, რომ სიყვარული ყველა ცოდვაზე მოგვცემს უნარს იმისას, რომ ყველა ცოდვაზე გამომარჯვოს. სიყვარული ფრისა და სიყვარული ნამდვილი სიყვარული მოყვასისა. ამბობს ესეთ რაღაცას, რომ როგორ უნდა შევიდოთ, რომ ჩვენი სიყვარული გვაქვს. რამდენადაც ვიყვარს მოყვასი, ადამიანი ყველა არა გამოსშევლა, იმდენად უახლოვდებით დღეს. და ამბობს ესეთ რაღაცას, ესე რომ წრეს შემოხაზეთო და ამ წრის შუაგულში გასვით წერტილი. და ამ წრიდან რომ გაავლეთ ხაზები. სანამ წრეზია ხაზი, მანამდე ერთისგანაც დაშორებული ადამიანი და მეორე ადამიანისგან, ანუ მეორე ხაზისგანაც. ეს ხაზი ადამიანებია, მოყვასია და შუაში წერტილი გვერდია. და რაც უფრო ეს ხაზი წრიდან წერტილისკენ მიდის, ხაზები, რომელსაც უახლოვდება ერთმანეთსაც. ესე იგი შეუძლებელია შეეხო რომ ერთი მიყვარს, როგორც იორი ქრისტეფელი ამბობს და ძმა არა. როგორ შეიძლება თქვა გიყვარდეს ღმერთი, რომელიც აღინახავს, და აღიყვარდეს ყველა, რომელიც შენბერში არის. და ვასილი დიდი რას ამბობს, რომ რა არის ნამდვილი სიყვარული? არა ის, რომ ადამიანი, რომელიც იშვიათად ხედავთ და ვენატრება ამ ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ისეთი არაფერი დაუშავებია. მუდმივად ერთად რო ცხოვრობთ, მუდმივად ერთმანეთთან შეხება გაქვთ, ეს სამსახური იქნება, სახლი იქნება, რამე ისეთი სამუშაო ადგილი. და მუდმივად რო გაქვთ ადამიანთან შეხება, ისე გიყვარს, როგორც მონატრებული ადამიანი, ეს არის სიყვარული. ის რომ შენ ადამიანთან მუდმივად გაქვთ ურთიერთობა და მოგწყინა მასთან ურთიერთობა და მოგვეზრდა და მისი დანახვაც არ გინდა, ეს უკვე სიზრუნველეა, ეს უკვე შრომისგან არის. აი სწორედ როდესაც ხშირად ადამიანთან შეხება და მას ისე შეიყვარებ, როგორც მონატრებულ ადამიანს, აი ეს არის ნამდვილი სიყვარული. აი ესეთი ადამიანი მიდის ღმერთისკენ და უახლოვდება ღმერთსაც და უახლოვდება მოყვასაც. ამიტომ მთავარი რაც არის და რაც უნდა მოვიპოვოთ ამ მარხვაში, სული უნდა მოვიპოვოთ სული სიყვარულისა ღვთისა და სიყვარულისა მოყვასისა. მე გადავიდეთ, ჩვენთან ასწრებს.